ალი ხამენეის ლიკვიდაციის ბრძანება უკვე გაცემულია. აქამდე ირიბად ნათქვამს ისრაელის თავდაცვის მინისტრი უკვე ღიადაც ადასტურებს და ამატებს, რომ ბირთვულ საფრთხესთან ბრძოლა რეჟიმის მთავარი იდეოლოგიის ცოცხლად ყოფნის პირობებში წარმოუდგენელია. ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს ამ ოპერაციის მიზნები. ესაა ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა და სარაკეტო თავდასხმების საფრთხის მოხსნა. ამასთან ისრაელის შეერაღებულმა ძალებმა მიიღეს ინსტრუქცია, რომ ამ მიზნების მიღწევისთვის ალი ხამენეიმ აბსოლუტურად უნდა შეწყვიტოს არსებობა. ვსაუბრობთ დიქტატორზე, რომელსაც აქვს იდეოლოგიური გავლენა და მას ისრაელის გასანადგურებლად იყენებს. ამისათვის კი დაიხმარს თავის ხალხს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან პერსონალურად გასცა საავადმყოფოზე დარტყმის ბრძანება. საავადმყოფო, რომელზეც მინისტრი საუბრობს, ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბეერ-შევაში მდებარეობს. ირანიდან დღეს გაშვებული ასობით რაკეტიდან ერთ-ერთი სწორედ აქ აღმოჩნდა. თეირანში ხსნიან, რომ სამიზნე ახლოს მდებარე სამხედრო ობიექტი იყო. თელ-ავივს არ სჯერა. 65 დაზარალებულს შორის 3 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. მომხდარის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს სრული საფასურის გადახდით უკვე დაემუქრა. მანამდე ოპერაციის დაწყებიდან ზუსტად 1 კვირის თავზე მთავრობის მეთაურმა ისრაელელ ხალხს მიმართა. ჩვენ წამოვიწყეთ ეს ოპერაცია ჩვენი სახელმწიფოსთვის ორი მთავარი საფრთხის მოსაშორებლად. ესაა ბირთვული და ბალისტიკური საფრთხე. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ ამ მიზნებისკენ. უკვე ვაკონტროლებთ თეირანის ცას. უდიდესი ძალისხმევით ვუტევთ აიათოლას რეჟიმის ყველა სიმბოლოს, ბირთვულ შეიარაღებას, რაკეტებს, შტაბ-ბინებს. თბილის საუბარი მქონდა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. მადლობა მინდა გადავუხადო დონალდ ტრამპს, ისრაელის უდიდეს მეგობარს. მადლობა გვერდში დგომისთვის. ვაშინგტონისთვის მადლობა შემთხვევითი არაა. დასავლურ მედიაში წერენ, რომ დონალდ ტრამპს უკვე დამტკიცებული აქვს გეგმა, რომლითაც ისრაელთან ერთად ირანის ბირთვულ ობიექტებს უნდა დაარტყას. ვიდრე მას მოქმედებაში მოიყვანს ამერიკის შეერთებული შტატები დაკვირვებას განაგრძობს. ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკული ბაზები შესაძლო თავდასხმისთვის მზადყოფნაში არიან. მე მაქვს გარკვეული იდეები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავაკეთო. თუმცა ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. მე მიყვარს, როდესაც ფინალურ გადაწყვეტილებას მოქმედებამდე 1 წამით ადრე ვიღებ, იმიტომ რომ რაღაცები იცვლება. განსაკუთრებით კი ომში. მე არ მინდა ამაში ჩაბმა, მაგრამ 20 წელია ვიმეორებ, რომ ირანს ვერ ექნება ბირთვული შეიარაღება. თავად კი რამდენიმე კვირა აშორებდათ მისი შექმნისგან. დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. ახლა ალბათ ისურვებდნენ, რომ ხელი მოეწერათ ამ სამართლიანი შეთანხმებისთვის, თუმცა ახლა ეს უფრო გართულდა. ვითარება ირანისთვის მართლაც გართულდა. დღეს ისრაელის შეერაღებულმა ძალებმა სამიზნეში თეირანის გარდა ქალაქი არაქიც ამოიღო, სადაც მედიის ცნობით ირანს ეგრეთ წოდებული მძიმე წყლის რეაქტორი ჰქონდა განთავსებული. ეს ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმების ერთ-ერთი ბოლო წარმატებული ეპიზოდია ისრაელისთვის. ამჟამად რადიაციის რისკი არ არსებობს, წერენ ირანულ მედიაში. ადგილიდან ევაკუაცია დარტყმამდე მოხდა. არაქის ოპერაციის კადრებით სახელმა თავად გაავრცელა. იყო დარტყმები დასავლეთ ირანის სარაკეტო ბაზებზეც, მასში ისრაელის საჰაერო ძალების 20 თვითმფრინავი მონაწილეობდა. ირანმა ისრაელსა და ამერიკას გუშინ უკვე შეუთვალა, რომ დანებებას არ აპირებს და მის წინააღმდეგ ამოქმედებული მუქარის გზავნილები მასზე არ მოქმედებს. ქვეყანამ დიპლომატიური ხაზები აამოქმედა, მათ შორის დასავლელ ლიდერებთან კომუნიკაციის გზით. ქვეყნის საგარეო უწყებაში იმეორებენ, რომ ირანს მხოლოდ თავდაცვითი მოტივები ამოძრავებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის მიზანი ამ დრომდე თავდაცვა იყო. სიონისტური რეჟიმის მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მოწამეობრივი მკვლელობის საპასუხოდ. სხვაგვარი ახსნა უბრალოდ ტყუილია. ირანის სილამაზე და ღირსება იმაშია, რომ მიუხედავად სიონისტური რეჟიმის ბოროტებისა, არასოდეს მიგვიჩნევია ნეთანიაჰუ ან მისი გუნდის სხვა წევრები ებრაელი ხალხის წარმომადგენლებად. ირანიდან ევაკუაცია კი გრძელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა მიიღო გადაწყვეტილება იქედან საკუთარი მოქალაქეები გამოიყვანონ. თავად ევაკუირებული ირანელები კი მეზობელი ქვეყნებისკენ მიემართებიან. მათ შორისაა სომხეთიც, რომლის საზღვართანაც ხალხმრავლობა შეინიშნება.